სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა დღეს წავიკითხეთ სახარება ლუკა მახარებლის, სადაც მაცხოვარი ამბობს პატარა იგავს, რომელსაც ესე მოიხსენიებენ ხოლმე, რომ მრავალნი არიან წოდებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ. და მთელი დედა აზრიც ამაზეა, რომ ბევრია მოწოდებული, ეს ბევრში იგულისხმება ყველა, მაგრამ მხოლოდ მცირედი რჩება რჩეულად. და ნუ შინაარსიც შემდეგშია, რომ ერთი კაცი ნადიმს გაშლის და მოუწოდებს თავის ახლობლებს, ვისაც თulis, რომ ისინი ღირსები არიან ამ ნადიზე შრომისა, რომ მოვიდნენ და შეავსონ და გაახარონ მისი გული მათი ყოფნით. და ყველავისთანაც მივლენ ისინი, ყველას რაღაცა მიზეზი აქვს. ეს მიზეზები ჩამოთვლილია იქ, რომ ზოგმა თქვა აგარაკი ვიყიდე, ერთმა თქვა უბრალოდ აგარაკი ვიყიდე, აუცილებლად უნდა წავიდე ვნახო დიდი ბოდიში, მაგრამ განმიტევე მე ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი საბაბი მაქვს. მეორე თქვა, რომ ძოლი მოვიყვანე და ძოლთან ერთად მიხარია ცოტა ხანი ყოფნა, მაცალე განმიტევე მე. მესამე მუთხრა, რომ ხარი ვიყიდეო ხუთიო და ის უნდა გავსინჯო, ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდე და ბოდის გიხდი. ყველა მოუბოდიშა, მაგრამ არ იგნორირება, არავის არ მოუხდენია, უბრალოდ ყველას რაღაც სერიოზული მიზეზი ქონდა. ეს მიზეზები, როგორც შემდეგ ეგზეკეტები ამბობენ, რომელიც ჩამოთვლილი აქ ყველა, არის ძალიან სერიოზული მიზეზები იმდროინდელ სამყაროში, ებრაულ სამყაროში. მოგეხსენებათ, რომ მაცხოვარი იგავს, მისი მეტყველება იყო ერთ-ერთი ფორმა იგავისებური და იგავის პერსონაჟების და ეს რა ქვია, შინაარსიც აღებული იყო იმ ყოფიდან, რომელშიც ის იმყოფებოდა, რომ ბევრად უფრო გასაგები ყოფილიყო ებრაელისთვის. და აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ხალხმა, რომელმაც უარი უთხრეს, ლაპარაკია იმაზე, რომ სერიოზული საბაბით უთხრეს უარი, ეს არ არის უბრალოდ უარის თქვა. ეს არის ისეთი უარი, რომელიცაც შეეძლო, რომ ის არ წასულიყო ომში და არ დაეცვა თავის ქვეყანა, ასეთი მაღალი საბაბი იყო იმ დროისთვის, ისინი რაც ჩამოითვალა აქ. და ამის მომსმენი, ესე იგი სუფრის მომწყობი გაბრაზდება და იტყვის, რომ წაადით და ქუჩაში ვისაც ნახავთ, ისინი შემოიყვანეთ. და შემოყავთ ქუჩიდან ხალხი, მაგრამ ამოჩნდება, რომ კიდევ ადგილიაც არის. აი მე ეუბნება, რომ უკვე დააძალეთ და ისე მოიყვანეთ, აიძულეთ და ისე მოიყვანეთ, რომ სუფრა, რომელიც გაშლილია, უნდა იყოს სავსე. როგორც ხვდებით და ესე მთავრდება ეს იგავი, რომ იცოდეთ, რომ ბევრნი არიან წოდებულ, ხოლო რჩეულნი მცირედ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იგავი, ეს მთავარი ფორმა ისეთია, რომ უფრო მეტად ალეგორიულ შეიცავს, ალეგორიულ ნაწილს შეიცავს, რომელიც სხვანაირად გაგებას მოითხოვს. საერთოდ იგავური ფორმა მაცხოვრის ქადაგების გარკვეულ დიდ ნაწილს შეადგენს და არჩეული აქვს სწორედ იმიტომ, რომ პირდაპირ არ იქნეს მიღებული რაღაცა, როგორც მცნება მოსესი ადამიანებისთვის, ის რასაც ის იტყვის. არამედ იყოს ამ იგავში ბევრი ისეთი შრე, რომლის დროსაც ადამიანი თავისი სულიერის მზაობის მიხედვით მიიღებს მას.
იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად ავიქოს და თავისებურად ავიქოს ამ იგავს და ამიტომაც აქაც ჩვენ არ შეიძლება რომ პირდაპირ მივიღოთ და რატომ? იმიტომ რომ თუ ვინმე არის შეეული და სუფრაზე მიიწვიეს ის და შემდეგ ის არ მივიდა და შემდეგ მე დამიძახეს და მე მიმიწვიეს ეს გარკვეულწილად შეურაცხყოფელია ჩემთვის ხო? ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფელია ახლა რომ შენ შეგცვალონ იმიტომ რომ ის არ მოვიდა მოდი არ გაფუჭდეს საჭველი და მაშინ შენ მაინც იყავი და შენც თუ არ მიხვედი და რაღაცა ვიღაცას დაიჭერენ და აიძულებენ და იმას შეაგდებენ იქ იძულებით ხო? ეს რაღაცა არც თლა ისეთი ღირსებით შემკულია რომელითაც საერთოდ გამოირჩევა სახარება ადამიანის მიმართ ხო? იმიტომ რომ ადამიანის მიმართ სიყვარულით არის გაჟღენთილი სახარება. ამ ნაწილში თუ ჩვენ ესე პირდაპირ ესე ყველაფრის გარეშე შევხედავთ, შეიძლება იყოს დამამცირებელი ადამიანისთვის და ალბათ არის კიდევაც თუ ესე უგუნურად მიიღებს ადამიანი. მაგრამ როგორც ივანე ოქროპირი ამბობს პირველ რიგში ეს იგავი ეხება მომავალ ებრაულ, იუდაურ თემს, რომლისთვისაც მოვიდა ქრისტე პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს თემი იყო, რომელიც მათ იცოდა სწორი ღმერთის შესახებ, ისინი იყვნენ, ვინც სწორ ღმერთს აღიარებდნენ და თაყვანისმცემდნენ, ეს ერი ელოდებოდა მესიას და ხსნას, ამიტომაც მათთან მოდის და ისინი არიღებენ და იმის გამო რომ ისინი არიღებენ რასაკვირველია სხვები მოვლენ და მთავარი ივანე ოქროპირი ამას ამბობს რომ ეს არის პერიოდზე იმ დროზე და მართლაც 70 წელს ახალი წელთაღრიცხვით ვესპასიანეს და ტიტეს დროს დაანგრიეს იერუსალიმი ფაქტიურად 30 წელიც არ იყო გასული მაცხოვრის ჯვარცმიდან და მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი ისრაელი მთლიანად და აღარავინ აღარ დარჩა იქ ებრაელების გულისხმობ, იუდეველების გულისხმობ და რაღაც ამაში ხედავდნენ რჩეულების ესე იგი დაცემას და რჩეულობის შეცვლას რომ რჩეული არ არის ვიღაცა რომელიც გვარით არის და წარმომავლობით არის რაღაცა თემისგან, არამედ რჩეულია ის ყველა, ვინც ჭეშმარიტებაში იმყოფება. და ეს არის ვთქვათ, ეს ამბობს ივანე ოქროპირი, რომ ისტორიულ მომენტზე ლაპარაკი და მაცხოვარი ამბობს ამ ისტორიაზე, წინასწარ ამბობს, რომ ის რჩეულები არიან, არ მიიღეს რჩეულობის ნადიმში სიხარულში შესვლა, ამიტომაც ისინი გადაიწევიან და მოვლენ სხვები, ვინც გახდებიან რჩეულები და ისინი დარჩებიან ნადიმზე. და მართლაც ესე მოხდა, როგორც ოქროპირი ამბობს, მაგრამ კიდე შეიძლება რომ სხვანაირადაც შევხედოთ ამას. ვთქვათ, წოდებულნი ვართ, ეს არ არის მარტო ისტორია, რაღაცა ებრაული ერის, ხო? ჩვენც მაგალითად ჭეშმარიტებაში ვიმყოფებით იმ ზომით, რომ ვთქვათ, ვაღიარებთ მართლმადიდებლობას და ამ სიწმინდეში ვიმყოფებით. ეხლა რამდენად წმინდა და შემოსული ჭეშმარიტება ჩვენში, ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად რჩეულია ყველა ის, მოწოდებულია ყველა ის, ვინც მოისმინა ღვთის სიტყვა და მასზე რეაქცია ჰქონდა. ანუ ირეაგირა. აი ჩვენ ყველამ ვირეაგირეთ. ანუ რომ მოხვდა ღვთის სიტყვა, მოვისმინეთ და ეს რეაქციაა რომ მოვედით ეკლესიაში. მაგრამ აი აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თავისთავად აქ ყოფნა ჯერ კიდევ არაფერზე არ მეტყველებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენ გქონდა რეაქცია. მაგრამ აი რჩეულობა იმაშია, რომ ეს რეაქცია გადაიზარდოს სულიერი ცხოვრების წინსვლაში, მარადიულ მზრდადობაში გარდაისახოს. და რომ არავის არ აქვს გარანტია რახან შენ უკვე მიიღე ჭეშმარიტების რაღაცა ნაწილი
და მიხვედი ეკლესიაში უკვე შენ ჩათვალო თავი რომ შენ ღირსეული ხარ უკვე იმ ნადიმში მარადიულ ნადიმში ყოფნისა და ამ ხრივ ეს სახარების ეს იგავი გვამცნობს იმის შესახებ რომ გარანტია არავის არაფრის არ აქვს დღეს რჩეული შეიძლება ხვალ ძალიანაც შორს დადგეს რჩეულობისგან და ამის უამრავი მაგალითი არსებობს ეკლესიის ისტორიაში ამავე დროს ეს არის კიდევ უფრო ვიწრო გაგება მისი ალბათ იქნება ესე რომ შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს შენ უნდა ისწრაფო რომ საერთო საქმე შენ გააკეთო შენ უნდა გიხაროდეს რომ შენი ხელით აკეთებს სიკეთეს ღმერთი იმიტომ რომ თუ არ გააკეთებ შენ იცოდე რომ ეს საქმე გაუკეთებელი არ დარჩება და მოვა ვიღაც ვინც მოვა და შენს მაგივრად გააკეთებს და შენ დაკარგავ იმას ისი საშუალებაც ჰქონდა რომ გაგეკეთებინა აი ამ ხრივ უკვე ძალიან თანამედროვე და ცოცხალია და თითოეული ინდივიდის ესე იგი აღსაქმელი და გასაზიარებელია და რაღაცა ჩასადებია განსაკუთრებით მარხვაში როცა მარხვაში ადამიანი ცდილობს მეტი კონცენტრირება მოახდინოს რომ ეს მარხვა გახდეს მისთვის კიდევ უფრო ახალ ეტაპზე ცვალებადობაში ხელშემწყობი რომ კიდევ უფრო შეიცვალოს სიკეთისკენ მისი სულიერი მდგომარეობა იმდენად გაუჩნდეს სათნოება და სიკეთე რომ მისი ხასიათი გახდეს მას აღარ ჭირდებოდეს ბრძოლა სიკეთისთვის არამედ მას პირიქით უნდა უნდადეს რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენ თავს სათნოებების კეთება სიკეთის კეთება ხომ და უნდა ვაიძულოთ ეს იძულება არის ჯანმრთელი იძულება საკუთარი თავის ეს ადამიანი რომელიც თავს არ აიძულებს ის ვერ პროგრესირდება წინ ვერ მიდის მსგავსია სპორტისა მსგავსია ხელოვნებისა მსგავსია ნებისმიერი საქმისა როცა ადამიანი თავის გემოზე აკეთებს რაღაცას ის არასდროს პროფესიონალი ვერასდროს ვერ გახდება დიდი შემოქმედი ხო ის ვინც აიძულებს თავის თავს აი ის მიიღებს შედეგს და აი ჩვენი მარხვისეულ პერიოდშიც სწორედ ამაზე უსწრებს ეკლესია ხას რომ ვაიძულოთ ჩვენი თავი და ისე რომ ეს მერე შემდეგ გადაგვივიდეს ხასიათში და სიხარულში რომ ამან შემდეგ თქვათ რაღაც ეტაპზე შეიძლება გულის წრომა გამოიწვიოს შეიძლება რაღაცა ტკივილიც მივიღოთ რაღაც გაღიზიანებაც გქონდეს გულში სადაზორი ზოგჯერ მამებიც ესე ამბობენ რომ ყველაზე კარგი ლოცვა მაშინ როცა ილოცებ და რომ გამოხვალ გაღიზიანებული ხარ და გაბრაზებული იმიტომ რომ შეიწირა შენი ლოცვა ღმერთმა იმიტომ რომ ეს არ არის ყოველთვის ესე იგი დაკავშირებული რაღაც აღმაფრენულ მდგომარეობასთან ჩვენ ადამიანები ვართ და შინაგანი ბრძოლა გვაქვს და აი თავარი ქრისტიანობაში სწორედ ამ ბრძოლის არსებობა და ამ ბრძოლაში რასაკვირველია გამარჯვება იმიტომ რომ არ არსებობს ბრძოლა სადაც მაცხოვრის დახმარებით არ მოხდეს გამარჯვება და აი დღეს ამ შობის მარხვის ხანაში მაცხოვარი გვეუბნება რომ გააკეთე ადექი გადადგი ნაბიჯი განიცადე ცვლილება წადი წინ და შენი განსაკეთებელი შენვე გააკეთე რომ არ მისცეს სხვას ღმერთმა და შენ დარჩე გაკეთების და გარდასახვის გარეშე ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ